თამაში ვითამაშოთ და სასეირნოდ წავიდეთ. კარგი. რატომ არ მუშაობს გეიმპედი? ამელკა, როგორც ჩანს კონსოლი აქ არ არის. რა? როგორ? გოგოებო, არ დაიჯერეთ, რა მაქვს? ამისთვის დრო არ გვაქვს. მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს. სათამაშო კონსოლი გაქრა და უნდა ვიპოვოთ. იქნებ ვინმე მოიპარა? ნუ ღელავთ, კონსოლი მე წავიღე. სად და რატომ? მე ჩემს მეგობარს მივეცი. რა გააკეთე? რატომ? ეს ჩვენი კონსოლია. კონსოლი დაივიწყეთ. სამაგიეროდ უფრო მაგარი რამე მომცა. რა შეიძლება იყოს კონსოლზე უფრო მაგარი? საგანძურის რუკა. მაქს, შენ ალბათ ხუმრობ. კარგი, არ მითხრა რომ ჩვენი კონსოლი ამ ხალდის ნაგლეჯში გაცვალე. ვერ ხვდებით, იქ იმდენი საგანძურია რომ ამ ფულით 10 კონსოლის ყიდვა შეგვიძლია. მაქს, შენ მაგრად მოგატყუეს. არა, ამის დამტკიცება შემიძლია. და როგორ? მოდით საგანძური ვიპოვოთ. მიწის თხრის გარდა სხვა საქმე არაფერი გვაქვს. მაინც უნდა გაისეირნოთ დღეს. მოდი გზაში საგანძური ვეძებოთ. კარგი, გავაკეთოთ. კარგი, მაგრამ თუ იქ არაფერი იქნება, ცუდ დღეში ხარ. ჩვენ შენ ბაგელში გაგახვევთ. ჰაჰა, რა ხუმარები ხართ? ჩვენ არ ხუმრობთ. კარგი, რუ გამაჩვენე. აიღე. ასე რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ უზარმაზარი წითელი ჯვარი და ამოვთხაროთ და სად უნდა ვეძებოთ ეს წითელი ჯვარი? წამოდით, მეც აგიყვანთ. ასე რომ საგანძურის რუკის მიხედვით ჩვენ აქ ვართ. შეხედე. მართლაც წითელი ჯვარია, ზუსტად ისეთი, როგორიც რუკაზეა. ეს აქ ადრე არ იყო. ვიღაცამ მაქსის გაპრენკვა გადაწყვიტა. იქ საგანძური იქნება, აი ნახავთ. მაშინ აიღე ნიჩაბი და ამოთხარე. კარგი რა. ვერ ვიჯერებ რომ მაქსმა კონსოლი ყალბი რუკის გამო დათმო. თუ საგანძური არ იქნება, კონსოლის დაბრუნებას ვაიძულებ. ის იქ არ იქნება. ეს ყველაფერი ხუმრობაა. ვაუ, აქ რაღაც საგანძური ვიპოვე. გახსენი, ნახოთ რა არის შიგნით. დარწმუნებული ვარ, იქ რაღაც ნაგავი იქნება. ვაუ, ეს ვერცხლია? ხომ ხედავთ, გითხარით, ეს ხუმრობა არ არის. მოიცა, ბავშვებო, აქ კიდევ რაღაცაა. თავის ქალა? საშიშად გამოიყურება. ეს ხუმრობა არ არის, ეს ნამდვილს გავს. კარგი, მეჩვენება რომ ეს რეალურია. მართლა? ფუ. ბავშვებო, მოდით ამ სამკაულებს არ შევეხოთ. ცუდი წინათგზნობა მაქვს. რას ამბობ საერთოდ? ამის გამო კონსოლი დავთმე. მაქსი მართალია, აქ რამდენიმე კონსოლისთვის საკმარისი სამკაულია. კი, მაგრამ ეს თავის ქალა, ასე რომ აქ რაღაც შიგზე არ არის. მოდი, უბრალოდ სამკაულები ავიღოთ და თავის ქალა გადავაგდოთ. კარგი, გონი ასე ჯობია. მე წინააღმდეგი არ ვარ. მაშინ მოდი, სახლში წავიდეთ. წარმოიდგინეთ, რამდენი რამის ყიდვა შეგვიძლია ამით. როგორ ფიქრობთ, რა ღირს ეს ვერცხლი? ან იქნებ პლატინა? კარგი, გონი 1 მილიონი, ან 2. ამელკა, შენ რას ფიქრობ? ხალხო, გესმით ჩემი? მოიცა, თავს კარგად არ ვგრძნობ. არც მე. კარგი, გონი ჩვენ გავცივდით. ამელკა, როგორ გავცივდით? გარეთ ცხელა. თავს ცუდად ვგრძნობ და თავი მტკივა. და მეც და მე მუცელის მტკივა. ექიმი გვჭირდება. კარგი, ნუ ღელავ, ახლავე ექიმს მოგიყვანთ. გამარჯობა, საავადმყოფოა? ექიმი გვჭირდება. ჩემს მეგობრებს უცნობი დაავადება აქვთ. ამელკა, რა გჭირს ხელზე? კარგი, და მეც მჭირს. რაც შეიძლება მალე მოდით. შუადღემშვიდობისა, მე მქვია დოქტორი ლეონარდო. შემოდით, უფრო სწრაფად, ჩემი მეგობრები ძალიან ნავად არიან. მოერიდეთ მათ, დაავადება შეიძლება გადამდები იყოს. რატო ხდება ეს საერთოდ? რა დაავადებაა ეს, ექიმო? ის გადამდებია? როგორც ჩანს, ჭირი შეგეყარათ.
რა ჭირი? ის დიდი ხნის წინ დამარცხდა. ბოლო დროს უძველეს საფლავებს ხომ არ შეეხეთ? საგანძური ვიპოვეთ. შიგნით კი თავის ქალა იყო. შეიძლება ეს თავის ქალა ვნახო? ჩვენი ეზოში გადავაგდეთ. კიდე ვინმე შეეხო თავის ქალას? არა, ხოლო დამელკა. გაგიმართლათ, ეს თავის ქალა 500 წლისაა და ჭირითაა დაავადებული. რა კოშმარია, ასე რომ მამელკა დაინფიცირდა. როგორც ჩანს, უძველესი საფლავი ამოთხარეთ. მოიცა, საფლავში საგანძურიც იყო. ისიც გადამდებია? საგანძური ჭირით არ არის დაავადებული. მაშინ რატომ გრძნობს თავს მაქსი ცუდად? შეგიძლია დაეხმარო? დიახ, სახლში დაბრუნდეთ. მითხარით, რა გტკივათ? ტელი, ცხვირი, თავი, მუცელი. ყველაფერი მტკივა. მოდი შევამოწმოთ ტემპერატურა. ცუდია, მაღალი ტემპერატურაა. რამე წამალი მომეცი უკვე. ვშიშობ, რომ ამ დაავადების წამალი არ მაქვს. როგორ? ანუ ვერ მკურნალებ? ჭირი დამარცხებულად ითვლებოდა. დიდი ხანია არავინ ამზადებს ასეთ წამლებს. რა უნდა გავაკეთო ახლა? იმედია თქვენი იმუნური სისტემა გაუმკლავდება და თუ არა, ჯანდაბა. ეს ხუმრობა არ არის. შენ არ ხარ კარგი ექიმი. საავადმყოფოში დაბრუნდები და ვეცდები რომ რამე მოვიფიქრო. და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? დაიცადეთ. კარგი, უბრალოდ შოკში ვარ. წავიდა და ასე თქვენ ორნი მარტო დაგტოვათ. ასე რომ, სხვა ექიმს ვიპოვით. და სად უნდა ვეძებოთ ის? ჰეი, ბავშვებო, შეხედეთ, ვიღაცა ფანჯარა გააღო და წერივი დატოვა. ვინ იყო ეს? ავადმყოფობის გამო ვერ დავინახე. ხედველობა დაქვეითებული მაქვს. ჭირის ექიმთან დასაკავშირებლად გააგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 666. როგორ ფიქრობთ, ეს ექიმი ჩვენ დაგვეხმარება? არ ვიცი, მაგრამ მას ჭირის ექიმი ჰქვია. მიდი და დაურეკე. კარგი, შეტყობინებას გავუგზავნი. გამარჯობა, ჭირსთან დაკავშირებით დახმარება გვჭირდება. კარგი, წაიკითხა. კი, გვიპასუხა, რომ მალე აქ იქნება. რა სწრაფია? მაგარი კოსტუმია. მაგრამ ჰელოუინი ჯერ არ იქნება. რა თქვა მან? მან თქვა, რომ ჭირის ექიმია. საიდან იცი? კარგი, მე მესმის, რასაც ამბობს. როგორ? ნიღაბს ატარებს. არ ვიცი, უბრალოდ მესმის. სულესაა. მაშინ თარგმნე ჩვენთვის. კარგი, ამბობს, რომ მას შეუძლია დაგეხმაროს. მაშინ ნება მიეცი მას. მე რაღაც ის არ მომწონს. დამშვიდდი, ის ექიმია. შენი აზრით ის ექიმია? მანი აქვს უფრო გავს. ო, დამშვიდდი, ამელკა. თქვა, რომ დაგეხმარება. მე მას არ ვენდობი. რას აკეთებს ის? კარგი, არ ვიცი, რაღაც ჯადოქრობას გავს. რა ჭიებია ეს შენ სქილაში? ის ამბობს, რომ წურბელები არიან. ეს ამაზრზენია. რა? არ მოგცემ უკლებას წურბელები გამიკეთო. დაავადების დამარცხებაში დაგეხმარებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგდებით. ამელკა, მე თანახმა ვარ. ამელკა, შენს დაეთანხმე. კარგი, მეც თანახმა ვარ, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. ჩხლეთს. ამელკა, მოთმინება იქონიე. ახლა მთელს სისხლს გამოგწოვენ. მაქს, ცუდი სისხლი გაქვს. ეს რა არის? კარგი, ის ამბობს, რომ ეს ბახაყის ნაწილია და უნდა დალიო. კარგი, როგორ გესმის მისი? არ ვიცი. ნუ თუ თქვენ არ გესმით მისი? არც ერთი სიტყვა. არც მე მესმის. კარგი, თუ ეს ამაში დაგვეხმარება? მე დავლევ. თავს უკეთ ვზნობ. და გამონაყარიც გაქრა. მეც უკეთ ვხსნობ თავს. და გამონაყარიც გაქრა. მართლაც გამოვჭამხდელდით. მადლობა, ექიმო, გადამარჩინე.
სანაცვლოდ მას ჩვენი საგანძურის ნაწილი უნდა. რა? ჩვენ არ შეგვიძლია მისი გაცემა. კარგი რა, მაქს, მან განკურნაც და ჯილდოს დაიმსახურა. არა უშავს, ცოტას თუ ვაჩუქებთ. მაინც ბევრი საგანძური გვაქვს. აიღეს, ჯვრით. ხალხო, დარწმუნებული ხართ, რომ თავს კარგად გრძნობთ? კი, დაავადება მთლიანად გაქრა. ახლა რას ვაპირებთ? წავიდეთ სავაჭრო ცენტრში და ავისჩიოთ, რაში დავხარჯავთ ფულს. კარგი. მართალია, ამავდროულად ამ სამკაულებს ფულზე გადავცვლით. ტაქს გამოვიძახებ. შეგვიძლია ავტობუსით წავიდეთ? ნუ იქნები, მაქს, ხარბი, ჩვენ ახლა მდიდრები ვართ. კი, იმდენი სამკაული გვაქვს, რომ პირადი მძღოლის აქირავებაც კი შეგვიძლია. კარგი, თანახმოვარ. ო, და აი ტაქსიც. მოიცა, სამკაულების წამოღება დაგავიწყდა. მართალია, სრულიად დაგვავიწყდა. ისინი სახლში, მაგიდაზე დავტოვეთ. იქნევს, წავალ და მოვიტან. ძალიან დაღლილი ვარ. უნდა დავჯდე. ძალიან დაღლილი ვარ. მე ძალიან ცუდად ვარ. ამელკა დიდი ხანია წავიდა. იქნებ მან გადაწყვიტა გაქცეულიყო ჩვენი ყველა საგანძურით. სისულელეებს ნუ აპარაკო. ამელკა ამას არასდროს გააკეთებდა. წავალ, შევამოწმებ. ამელკა, ძინავს? ჯინი, მოდი აქ. ამბობთ, რომ დაავადებამ გაიარა და შემდეგ ისევ დაბრუნდა? ექიმი მოვიდა და გამკურნა. მაგრამ შემდეგ ის კვლავ ავად გახდა. განკურნა თუ არა ექიმმა დაავადება? ისეთი უცნაური იყო. ნისკარტით. და საშიში თითქოს ჰელოუინზე მიდიოდა. კარგი, მან მაგია გააკეთა. წურბელები დაგვაყარა და შემდეგ რაღაც უცნაური სითხე მოგცა. და შემდეგ ჩვენ გამოვჯამთელდით. საავადმყოფოში ვმუშაობ, მაგრამ ასეთი ექიმის შესახებ პირველად გავიგე. შეიძლება ის თქვენი საავადმყოფოდან არ არის. ძალიან უცნაურია. ვფიქრობ, რომ ის შარლატანია. შენგან განსხვავებით, მან ამელკას და მაქს დაეხმარა. კი, და საერთოდ ექიმი ხარ? ექიმისთვის ძალიან პატარა ხარ. მე ვუნდერკინდი ვარ. სამედიცინო უნივერსიტეტი 10 წლის ასაკში დავამთავრე. კარგი, მაშინ ამელკა განკურნე. გითხარით, ამ დაავადების განკურნების გზა არ არსებობს. მაშინ შენ გამოიგონე, ვირუსის ნიმუშს ავიღებ და წამლის შექმნას ვეცდები. კარგი, რამდენი ხანი დასჭირდება? შესაძლოა ერთი კვირა. ამდენი ხანი? მთელი კვირა ავად ვერ ვიქნები. ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ არის. არსებობს. ნისკარტიან ექიმთან მიდი. ის თაღლითია. მისი მეთოდები შეიძლება საშიში იყოს. მისი მეთოდები მუშაობს. სანამ შენ წამას გააკეთებ, ის ამელიას დაეხმარება. მიეცით საშუალება თავად გადაწყვიტოს. კარგი, ჭირის ექიმს დაუძახოთ. მან დამეხმარა და ახლაც დამეხმარება. როგორც გინდათ. ის ახლა ამ ჭირის ექიმის გამოა გაბრაზებული. წარმოსწონს, რომ მასზე უკეთესი ექიმების არსებობენ. მოდით, უკვე ჭირის ექიმს დაუძახოთ. დროულად მოხვედი. ჩვენ ახლა ხომ ვლაპარაკობდით შენზე. კი, დაავადება დაბრუნდა. შეგიძლია დამეხმარო? მოიცა, იცით, გადავიფიქრე. მე არ მინდა მკურნალობა. იმედია რამეს ძალიან არ მათგენ, ხო? ეს რა არის? ეს რაღაც რიტუალს გავს. ეს რა შარლატანია? კოსტუმიც ჩაიცვა, უბრალოდ სასაცილოა. იმუშავა, ისევ გამონჭარბელდი. ის ამბობს, რომ ეს დაავადებას შთან თქავს, ეცადე რომ არ ჩამოიბანო. მადლობა, ბატონო. ან ქალბატონო. როგორც ჩანს, მას ჩვენი საგანძურიდან მეტი რამე უნდა. არა, ეს უკვე ზედმეტია. მან განკურნა და ჯილდოც დაიმსახურა. ჩვენ მას ერთხელ უკვე გადავუხადეთ. მეც გადავიხდით, აუცილებელია. მადლობა, ეს თქვენი საქოსურია. ამელკა, ეცადე აღარ დაავადდე. ის ამბობს. თორემ ღარიბები ვიქნებით. შენ, მოდი აქ. რა მეთოდები გაქვს? საიდან ხარ?
ექიმო, გაიღვიძეთ. ო, ეს რა არის? გვეკონა წამალს ამზადებდა, მაგრამ ის მზეზეს აგარს იღებდა. კარგი. იმ ნისკარტის მქონე თაღლითმა დამაძინა. ჭირის ექიმზე საუბრობ, სხვათა შორის ისევ დაეხმარა ამელგას, ის უკვე ჯანმრთელია. კარგი. და ისევ არაფერი გაგიკეთებია. ამ ექიმს რაღაც ჭირს, ის ძალიან საშიშია. კი, ვუნდერკინდო, ანსე მარტივად დაგიჯერეთ. სულ ესაა, ნახვამდის. ამ ნიღბიან ექიმზე მეტი უნდა გავიგო. ბიბლიოთეკაში მივდივარ. ამელგა, შეხედე რა მაქვს. კონსოლი დააბრუნე? არა, ახალი ვიყიდე და ჩვენი საგანძურით გადავიხადე. მაგარია, ჩავრთოთ და ვითამაშოთ. მაქს, კარგად ხარ? არ ვიცი, უბრალოდ გავცივდი. თავს კარგად არ გძნობ. ეს კოშმარია, სიცხე გაქვს. მოიცა, რა ხდება აქ? მაქსი ავად გახდა. რა? მაქს, ისევ? არა, უბრალოდ გავცივდი. კი, რა თქმა უნდა, ამიტომ გაქვს გამონაყარი ხელზე. ისევ დაავადება გაქვს. მაგრამ როგორ? რატომ გავხდი ისევ ავად? იქნებ ამელიასგან გადაედო. სასწრაფოდ გჭირდება ექიმის დახმარება. ამელია, მაქს დააკვირდი და მე ჭირის ექიმს ვიპოვი. ამელოდე ახლა, ცივ კომპრესს გაგიკეთებ. ო, არა, ჯადოსნური სიმბოლო ჩამოიბანე. დაავადება დაბრუნდა. როგორ? დღეს ვოკარის გაკვეთილი მაქვს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ეს თქვენ ხართ ლუზერო ექიმო? რაღაც უნდა გითხრა. ვიცი, ვინ არის ეს ჭირის ექიმი? მართლა? და ვინა? ის მოჩვენება, რომელსაც თავისი საგანძურის დაბრუნება სურს. მესმის, უბრალოდ ვერ აღიარებ, რომ ის შენზე უკეთესი არის. მისმინე, თქვენს მიერ ამოთხრილი სამკაულები დაწყევლილია. კი, რა თქმა უნდა. სანამ ეს გააქვთ, ისევ და ისევ დაავადდებით. მე შენი არ მჯერა და ახლა წადი. მოიცადე. რა მოხდა? ისევ ავად გავხდი. და მეცავად ვარ. როგორ მოხდა ეს? ხელიდან ჯადოსნური ნიშანი ჩამოვიბანე და დაავადება დაბრუნდა. სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ ჭირის ექიმი. ჯანდაბა. რას აკეთებს ის აქ? როგორც ჩანს, ის დაავადების სამკურნალო საშუალებას ამზადებს. მადლობა, კიდევ ერთხელ გადაგვარჩინეთ. კიდევ გინდა საგანძური? კარგი. ჩვენ უკვე ბევრი მოგეცით. დაეც აიღოს, მან გადაგვარჩინა. კარგი. სულ ცოტა. მოიცა, ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის, ბავშვებო. რა ამბავი? საგანძური თითქმის აღარ არის. ექიმს თითქმის ყველა საგანძური მივეცით. არჩევანი არ გქონდა. ის ერთადერთია, ვინც გშველის. რა მოხდება თუ ის ექიმი მართალი იყო? რაზე ლაპარაკო? ქუჩაში ექიმს შევხვდი. იმ პატარა ბიჭუნას მან თქვა, რომ ჩვენ ავად ვართ, რადგან სამკაულები დაწყევლილია. გონია რომ სიმართლეს ამბობს? გონი უბრალოდ გაბრაზებულია, რომ ვერ გამკურნა, მაგრამ მაინც მინდა შემოწმება. შენ არ აპირებ რომ რა? ასე რომ, ანუ მართალია? როგორც კი საგანძურს შეეხო, მაშინვე ავად გახდა. კარგი. ასე რომ, ის დაწყევლილია. ო, ცუდად ვარ. სწრაფად, ექიმს დაურეკეთ. როგორც მეგონა, დაავადების წყარო თქვენს მიერ ნაპოვნი საგანძურია. ასე რომ, ახლა წამლის დამზადებას შეძლებ? მხოლოდ ერთი წამალი არსებობს. განძის მოშორება. გამორიცხულია. ისედაც ბევრი დავხარჯეთ. ეს ჯაჭვი ერთადერთია, რაც დაგვრჩა. დანარჩენი რაში დახარჯეთ? კურნალობაში. ჩვენ ვუხდით ჭირის ექიმს, რომ გვიმკურნალოს. ო, საქმე იმაშია, რომ მან წყევლა დაგადოთ, რომ განიკურნოთ. როგორც მეგონა, ამის გამო ხომ არ მიაქვს მას ჩვენი საგანძური? ამ გზით მას თავისი სამკაულების დაბრუნება უნდა. ანუ ასე დავრჩებით, სანამ მას ყველაფერს არ მივცემ? არ მინდა ავად ვიყო. ეს ერთადერთი გზაა დაავადებისგან თავის დასაღწევად, ერთხელ და სამუდამოდ. კარგი, მივცეთ მას ეს. ძალიან ცუდად გრძნობ თავს. არა, არ დაგიბრუნებთ. მთელი ეს საგანძური ახალ კომპიუტერზე მინდა დავხარჯო. მაქსიმ, არა.
არ დაგიბრუნებთ. კარგი, მე გადავიფიქრე. ხედავ, მხოლოდ შეხება გჭირდება და მაშინაც ცუდად ხარ. ჭირის ექიმმა ყველაფერი წაგვართვას. თავარია ჯანმრთელები ვიყოთ. ჩვენ მზად ვართ დავაბრუნოთ საგანძური. მოგვაშორეთ ეს დაავადება. ბ. განსაკურნებლად ისევ წურბელებს მოგცემ? მოიცა, ჩიების მალა მოიგდება? ეს ამაზრზენია. ეს წურბელას ნაკმელზე უკეთესია. ჯანმრთელები ვართ. ბ. სამაგიეროდ მას შენი ოქრო უნდა. მიდი, აიღოს. ბ. თავის კალა, მაგრამ ის განცთან ერთად იყო დამარხული. ეს იყო ჭირის ექიმის საფლავი. საგანძურის დაბრუნების შემდეგ მან სიმშვიდე იპოვა. საიდან იცი ეს ყველაფერი? ბიბლიოთეკაში წავიკითხე, სანამ წამალს ვეძებდი. ის საგანძურთან ერთად უნდა დავმარხოთ. დამარხეთ იქ, სადაც ვერავინ ვერ იპოვის. ამას გავაკეთებ, ბავშვებო, თუ ჩვენი ვიდეო მოგეწონათ, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ასევე არ დაგავიწყდეთ სარესხი ვაკი, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას!